მოგესალმებით, ეთერში ახალი ამბებით 13 საათზე, მე ნინო სალუქვაძე ვარ. საქართველოს პრეზიდენტი ყაზახეთის დედაქალაქში რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მონაწილეობს. ფორუმის ფარგლებში, რომელიც გაეროსთან პარტნიორობით იმართება, სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერები კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ სირთულეებზე მსჯელობენ. ფორუმზე ასევე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება დაკავშირებადობის პოლიტიკაზე. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც გარემოს დაცვითი მმართველობის გაძლიერებაზე, კლიმატის პოლიტიკის განვითარებასა და მწვანე ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობაზე ისაუბრა. ამასთან ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტაბილურ და მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე. პრეზიდენტის ვიზიტს ყაზახეთში ჩემი კოლეგა ნუცა კოროშინაძე აშუქებს, რომელიც პირდაპირ ეთერში გვერდდება. რა ნაბიჯები გადადგა საქართველოს გარემოს დაცვის საკითხების გასაუმჯობესებლად და ეკოლოგიური პრობლემების აღმოსაფხრელად. ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რაზეც საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა. მათ შორის ხაზგასმით აღინიშნა, რომ გარემოს დაცვითი მმართველობის განვითარება ჩვენი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია. მიხეილ ყაველაშვილმა მათ შორის ისაუბრა უკვე განხორციელებულ პროექტებზე და მათ შორის ხაზგასმით აღნიშნა სამომავლო გეგმები საქართველოს ამბიციური, თუმცა რეალისტური ხედვები აქვს. მათ შორის გეტყვით, რომ სამიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა დაკავშირებადობაზე, ეს კი განსაკუთრებით შეგვიძლია გამოვყოთ ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყნების კონტექსტში. მათ შორის სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა დაკავშირებადობას ამ პროცესში კი საქართველოს ისტორიულ ფუნქციაზე, როგორც პრეზიდენტმა განმარტა, საქართველოს დიდგანვე აკავშირებდა ერთმანეთს სახელმწიფოებს, კულტურებს და ბაზრებს და საქართველოს არის ერთგვარი საიმედო სანდო პარტნიორი და ხიდი. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა, გახლავთ ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტები, მათ შორის კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და რომ საქართველოს განაგრძობს კონსტრუქციული დიალოგის მხარდაჭერას. დღეს გარემოს დაცვა აღარ წარმოადგენს მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიების თემას, არამედ გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკაზე, საზოგადოებისა და მოქალაქეების ყოველდღიურობაზე. კლიმატის ცვლილება, წყლის უსაფრთხოება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვის რისკები თუ გარემოს დაბინძურება, ეს გამოწვევები მჭიდროდ არის ერთმანეთთან დაკავშირებული და სულ უფრო მეტ პრობლემას უქმნის ჩვენი საზოგადოების მდგრადობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას. ამ კონტექსტში ჩემი ქვეყანა გთავაზობთ მკაფიო ხედვას, რომელიც ეფუძნება გარემოს დაცვითი მმართველობის გაძლიერებას, კლიმატის პოლიტიკის განვითარებასა და მწვანე და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობას. აღნიშნული პრიორიტეტები ჩვენი ეროვნული სტრატეგიული დოკუმენტების განუყოფელი ნაწილია და მდგრადი განვითარების პრინციპებისადმი ჩვენს ურხევ მხარდაჭერას ადასტურებს. ბოლო 10 წლების განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაცული ტერიტორიების ფართობი, რომელიც ამჟამად ქვეყნის ტერიტორიის 13%-ს აღემატება, ხოლო დაცული ეკოსისტემების წილი დაახლოებით 23%-ია. ჩვენი მიზანია ეს მაჩვენებელი 2035 წლისთვის 30%-მდე გავზარდოთ, რაც საერთაშორისო სამიზნე მაჩვენებელთან სულ თანხმდრაშია. ამასთანავე დღეს საქართველოს ცირკულარულ და რესურს-ეფექტურ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესშია. 2026 წლის იანვარში ქვეყანამ დააწესა გარკვეული შეზღუდვები ერთჯერადი გამოყენების პლასმასის პროდუქციაზე, რაც გარემოს დაბინძურების შემცირებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ქმედითი ნაბიჯია. კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს წყლის რესურსების მართვის რეფორმები. ჩვენ ვახორციელებთ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, რათა გავზარდოთ უსაფრთხო სასმელ წყალზე წვდომა და გავაუმჯობესოთ ჩამდინარე წყლების წმენდის შესაძლებლობები, რაც ჩვენი მდინარეებისა და ბუნებრივი ეკოსისტემების უფრო ეფექტიანად დაცვის საშუალებას მოგცემს. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარება მდგრადი განვითარების დღისწესრიგის ცენტრალურ საკითხად რჩება. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი სარწყავი სისტემების მოდერნიზაცია, კლიმატის ცვლილებების მიმართ მდგრადი პრაქტიკისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა. საქართველოს, რომელიც ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ფართო რეგიონებს, კულტურებსა და ბაზრებს, კვლავაც განაგრძობს ამ როლის გამტკიცებას სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს შექმნით, სადაც გრძელვადიანი განვითარება ხელშესახებ სარგებელს მოუტანს უკლებლივ ყველა აქტორს. მართვის ეფექტური სისტემები და ძლიერი ინსტიტუციური მოწყობა
ფასს კარგავს მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე. მიგვაჩნია, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ არასტაბილურ გლობალურ გარემოში, რომელიც სერიოზულ გამოწვევებს უქმნის განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობას. საქართველო კვლავაც განაგრძობს მშვიდობის, სტაბილურობისა და კონსტრუქციული დიალოგის მტკიცე მხარდაჭერას, რამაც ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდა-განაპირობა. საქართველო ადასტურებს მზადყოფნას ყველა პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის, მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად. ასტანაში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტით იმყოფება, მათ შორის ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი შეხვედრას გამართავს მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან კასიმ ჟომართ ტოკაევთან. მადლობა, ეს ნუცა კოროშინაძე იყო. ვენაში დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით ეუთოს უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმის პირველი გახსნითი სხდომა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მისასალმებელი სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი წარსდგება. ფორუმი წარმოადგენს ორგანიზაციის ერთ-ერთ მთავარ გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს, რომლის ძირითადი მიზანიც ეუთოს ფარგლებში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაა. ეს გაიმართება ეუთოს უსაფრთხოებისათვის თანამშრომლობის პირველი სხდომა საქართველოს ხელმძღვანელობით. აღნიშნულ სხდომაზე სიტყვით გამოვა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა წარუდგინოს ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს საქართველოს პრიორიტეტები, ასევე მიმოიხილოს ეუთოს მოქმედების არეალში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ფორუმი არის ეუთოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, რომელიც ფოკუსირებულია კონკრეტულად უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე განიარაღებისა და შეიარაღების პრობლემატიკაზე. საქართველოსთვის აღნიშნული ფორუმის თავმჯდომარეობა მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს იქნება ქვეყნისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ წარუდგინოს ის პრობლემები, ის გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა იმყოფება. მთავრობის ინიციატივა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის დამატების შესახებ პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. საკითხს დეპუტატები მომდევნო კვირას დაჩქარებული წესით განიხილავენ და დაამტკიცებენ. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით აღნიშნულ თანამდებობას მამუკა მდინარეძე დაიკავებს. ამასთან ახალი ხელმძღვანელი ეყოლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს. ჩემი კოლეგა ქეთი მამრიკიშვილი გვერდდება თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. პროცესები ახლა უკვე საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლებს, რომელიც მომდევნო კვირიდან დაიწყება. პროცედურები დღეს დეპუტატებმა განმარტეს. სუსის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას პარლამენტს მთავრობა წარუდგენს, რომელსაც შემდეგ დეპუტატები კენჭს უყრიან. რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრის ახალ პოზიციას, პირველ რიგში განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები, შემდეგ დაიწყება საკომიტეტო განხილვები და შემდეგ უკვე საბოლოოდ დეპუტატები კენჭს უყრიან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატს ბატონ გიგა გელაძეს წარმოადგენს საქართველოს მთავრობა. საქართველოს პარლამენტის შემდეგ მას მოусმენს საკომიტეტო ფორმატში, თავდაცვის კომიტეტში, შემდეგ უკვე მოხდება მისი დამტკიცება პლენარულ სხდომაზე სამშაბათ დღეს, ხოლო ახალ თანამდებობას, ახალ პოზიციას სახელმწიფო მინისტრის კუთხით მამას ჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ისევ შემოვა საქართველოს მთავრობიდან პარლამენტში. მოხდება განსაზღვრა შესაბამისი კომიტეტებისა განხილვები პირველი, მეორე, მესამე მოსმენით, სამშაბათს პირველი მოსმენით დაამტკიცებს პარლამენტი აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას, ხოლო მეორე და მესამე მოსმენებით უკვე ოთხშაბათ დღეს. შემდეგ გადაეცემა პრეზიდენტს, რომელიც ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს უკვე მიღებულ კანონს და უკვე ხუთშაბათიდან იქნება შესაძლებელი, რომ ბატონი მამუკა შეუდგეს ახალი პოზიციიდან, ახალი დიდი პასუხისმგებლობით, როგორც მას სჩვევია, როგორც მას პროფესიონალურად არაერთხელ დაუმტკიცებია და რაც მთავარია ამ ქვეყნის სიყვარულიდან გამომდინარე შეასრულოს ასეთი საპასუხისმგებლო საქმიანობა.
საკადრო ცვლილებების მიხედვით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარედგინება გეკა გელაძის კანდიდატურა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს სულხან თამაზაშვილი. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც დაიკავებს მამუკა მდინარეძე და რომელსაც ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. სახელმწიფო გუნდში პირველ რიგში ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ უმნიშვნელოვანესია მამუკა მდინარეძის პოლიტიკურ საქმიანობაში დაბრუნება, თუმცა სულში გაწეული ნაყოფიერი სამუშაოსთვის მას მადლობას უხდიან, ასევე საუბრობენ გეკა გელაძისა და სულხან თამაზაშვილის პროფესიონალიზმზე და საერთო ჯამში დეპუტატები ამბობენ, რომ ცვლილებები მიმართულია ძალოვანი უწყებების კიდევ უფრო გაძლიერებისკენ. რა თქმა უნდა, არ შეიძლება მადლობა არ გადაუხადოთ გეკა გელაძეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული საქმიანობისათვის, განსაკუთრებით გამორჩეულია ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ნარკოტიკების წინააღმდეგ და ნარკოტიკების ბრუნვის წინააღმდეგ, ამავდროულად უკან მიგრაციასთან. სულხან თამაზაშვილი, რომელსაც აქვს უზარმაზარი გამოცდილება და მთელი თავისი კარიერის თითქმის 100% გადაღებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რა თქმა უნდა, იგი ღირსეულად გააგრძელებს იმ საქმეს, რომელიც არის უკვე დაწყებული, რომელიც მიმდინარეა, შეუცვლელია და შეუფასებელია ის როლი, რომელიც ჰქონდა ბატონ მამუკა მდინარეძეს უსაფრთხოების სამსახურში საქმიანობიდან გამომდინარე, თვისობრივად შეიცვალა სამსახურის საქმიანობა, მათ შორის ეს იქნება გარედან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, ამავდროულად მისი ჩართულობის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ 4 ოქტომბრის განათლების მცდელობა აღკვეთილიყო. მნიშვნელოვანია ერთი მხრივ, რომ მამუკა მდინარეძის დაბრუნება საჯარო პოლიტიკაში, ხოლო მეორე მხრივ კოორდინაციის, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციისთვის ახალი სახელმწიფო მინისტრის პორტფელის შექმნა, რომელიც თვისებრივად უფრო გააუმჯობესებს კოორდინაციას ამ ორგანოებს შორის. მამუკა მდინარეძე გახლავთ ჩვენი გუნდის ღირსეული წევრი, ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი, პატრიოტი, საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ხალხზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი და მან როგორც წლების განმავლობაში საქართველოს პარლამენტში იქნება თუ მთავრობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე ძალიან წარმატებით ასე ვთქვათ, გადაჭრა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, მნიშვნელოვანი რეფორმები ჩაატარა. ჩვენ ვიცით, რომ წარდგენილი იქნება შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ბატონი სულხან თამაზაშვილი, რომელიც არის ძალიან გამოცდილი კადრი, მოგეხსენებათ ის წლების განმავლობაში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი სულხან თამაზაშვილის საქმიანობა შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე იქნება ასევე ძალიან წარმატებული. იგივე უნდა ითქვას ბატონ გეკა გელაძეზე, რომელიც ასევე წლების განმავლობაში იყო სხვადასხვა პოზიციაზე ძალოვან სტრუქტურებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში. ის არის ძალიან კარგი კადრი, ძალიან ძლიერი, მაღალი რანგის პროფესიონალი, რომელიც ძალიან კარგად იცნობს სისტემას. გუნდში ახლა ხშირად ხდება ცვლილებები, ამისგან რა ვიცი, არაფერი გასაკვირი არ არის. დღეს შეიძლება ერთ კონკრეტულ უწყებას, მიმართულებას ემსახურებოდე და მუშაობდე. ყველა, რა თქმა უნდა, სამსახურის მუშაობა მიმართულია იმისკენ, რომ ემსახუროს შენს ქვეყანას და ემსახუროს შენს ხალხს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელ კონკრეტულ უწყებაში იქნები ან რომელ კონკრეტულ თანამდებობაზე. თავარია გააკეთო ის საქმე, რაც ჭირდება ამ ქვეყნის მომავალს და რაც ჭირდება ქართულ ხალხს. მინდა თითოეულ მათგანს უსურვო წარმატებები, ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და შესაბამისად ამ ადამიანების სწორი, ეფექტური და გამართული მუშაობა არის მნიშვნელოვანი. აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში საკადრო გადაადგილებების შესახებ პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას გუშინა ცნობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარეობის კანდიდატი უახლოეს დღეებში საქართველოს პრეზიდენტთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების საფუძველზე დასახელდება. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძემ გუშინ ვიცე-პრემიერის პოსტის საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს დააკისრა. საერთო ჯამში მთავრობის შემადგენლობაში 3 ვიცე-პრემიერი იქნება. მადლობა, ქეთი მამრიკიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.
სააკაშვილ-ბოკერია გვარამიას ალიანსში დაპირისპირება მწვავდება. გაერთიანების წევრებს მიხეილ სააკაშვილი მორიგი პოსტით მიმართავს და ოპოზიციონერებს მისი კომპლექსებისგან გათავისუფლებას და საქმეზე კონცენტრირებას ურჩევს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, თავად ერთობის მომხრეა, თუმცა თუ ერთობა მყიფეა და მას ცენზურას უწესებს, ბრძოლისთვის ძალა ვერ ექნება. საკუთარი ლიდერის პოზიციას იზიარებენ ნაცმოძრაობაში, მეტიც ისინი კოლეგა ოპოზიციონერების ტაქტიკას ლუზერების ფორმულას უწოდებენ. ალიანსის წევრების ნაწილს მიაჩნია, რომ სააკაშვილის კრიტიკა ალიანსის წევრების შეთანხმების რამდენიმე მუხლს არღვევს. დამარჩა რგოლეიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი კოლეგების დაკნინების ხარჯზე საკუთარი თავის განდიდებას ცდილობს. ოპოზიციაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ სახელმწიფო გუნდში და აღნიშნავენ, რომ უცხოეთიდან მართულ და პოლიტიკურად გაკოტრებულ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში პროცესები ისე განვითარდება, როგორც ამას მათი გარე პატრონები დაუკვეთავენ. მეგობრებო, გაასწორეთ თქვენი სამიზნე. დროა გავთავისუფლდეთ ჩემი კომპლექსისგან და საქმეზე კონცენტრირდეთ ბოლომდე და თუ რამე არ გამოგდით, ის კი არ უნდა თქვათ მიშა გვიშლის ხელსო, არამედ კიდევ უკეთესად იმუშაოთ. მოდი მიშას ცენზურა დაუწესოთ პოლიტპატიმარს, რომელსაც სურს რომ ბრძოლა გაგრძელდეს და ეს ბრძოლა იყოს ეფექტიანი. აი ეს პარადიგმა არა მხოლოდ დამაზიანებელი, არამედ არის ლუზერობის ფორმულა. ცხადია, მიზანი უნდა გაასწოროს ყველამ, არა მხოლოდ ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილს, არამედ კი უფრო ეფექტური, უფრო ფართო კამპანია არის საჭირო. თუ ვინმე სურს ლუზერობა, აი ამ გზას დაადგება და ბევრი ადამიანია, რომელიც აი ამ გზაზე დიდი ხანია დადის. ყველას გვახსოვს, ხო, რამხელა აურძაურეთ ზარზე იმით გვამცნობეს ერთობა, თუმცა მაშინვე ჩანდა, რომ ამ ერთობას დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერა, ხო? წარმოუდგენელია ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ გარედან იმართებიან და მათ საერთოდ ქვეყანასთან და ქვეყნის ინტერესებთან არანაირი თანხმედრა არ აქვთ. აბსოლუტურად აცდენილები არიან, ქვეყნის მტრები არიან, ჩვეულებრივად. შესაბამისად, ეს იყო თავს მოხვეული, გარედან მიცემული მითითებები და შედეგით სახეზია, ხო, ყველაფერი ნათელია და კარგად ჩანს, ხო, როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს, ლანძღავენ ერთმანეთს, საკუთარი ერთობა ვერ მართეს და ქვეყანა როგორ უნდა მართონ ამ ადამიანებს. სააკაშვილი გვარამია ბოკერიას გაერთიანებას ახლა ეს კვამინდებური მათთვის ჩვეულის ანდაბარბარა აქვს, ერთმანეთში ვერ გაუხვიათ პოზიციები, მაგრამ ეს დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ არ ახალია, რა თქმა უნდა, ამ ტყუილებს რომ მოკლე ფეხები აქვს, ძალიან კარგად უნდა იცოდნენ წესით, როგორც კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ, ასევე მათმა პატრონებმა, არც არჩევნებში არ აქვთ მათ შესაძლებლობა, რომ არჩევნების გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ხოლო ხელისუფლების დამხობა, რომ არ გამოუვიდათ, ეს უკვე რევოლუციური მსვლელობების ჩავარდნითაც დასტურდება. ნაციონალური მოძრაობის ბელადად აღიარებული არის როგორც ნაცმოძრაობის ლიდერების მხრიდან, ისე თავად სააკაშვილის მხრიდან თვითონ სააკაშვილი და რომც დაივიწყონ, სააკაშვილი არ დაავიწყებს ხოლმე, გამოდის ხშირად და ახსენებს თავს, რომ ის არის ანი და ჰოე, დასაწყისი, დასასრული, ყველაფერი ის არის და გამომდინარე აქედან ამიტომაც არის ზუსტად, რომ არანაირი გაერთიანება, არანაირი რაღაცა ერთობლივი პოზიცია არ ექნება და ვერ ექნება ნაცმოძრაობის და მის ფილიალებს. ოპოზიციის აქტივისტ ალბინა კორძაიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო. კორძაია გამოკითხვაზე გუშინვე დაიბარეს, თუმცა საგამოძიებო უწყებაში ამ დრომდე არ მისულა. დღემდე გამოკითხვაზე დაიბარებენ ლუკა ჭოხონელიძეს. სწორედ მოძრაობა ნაბიჯის დამფუძნებელია დადანაშაულებული მძიმე ბრალდებაში. ალბი კორძაიამ სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელა პოსტი, სადაც ჭოხონელიძეს ერთ შემთხვევაში გაუპატიურებაში ამხელს, ხოლო მეორე შემთხვევაში საუბარია სექსუალურ შევიწროებაზე. ჭოხონელიძე ბრალდებას უარყოფს. ლუკა ჭოხონელიძემ გოგო გააუპატიურა. გოგოს არ უნდა გამოჩენა, არ უნდა ამაზე საუბარი, მისი მესმის. მე ამ ისტორიის მჯერა 100%-ით, რადგან 2023-ში ჩემმა მეგობრებმა წამიყვანეს ნაბიჯის ოფისში, მაკამ და თორნიკემ. ბავშვები იქ სვამდნენ, მეც დავლიე 1-2 ჭიქა. მაგ პერიოდში ჩემს ბინაში რემონტები მქონდა და ძალიან გადაღლილი ვიყავი. წავედი სხვა ოთახში და პუფებში ჩავწექი. გამეღვიძა შეგრძნებისგან, რომ ვიღაც ხელებს მითათუნებდა სხეულზე. თავი რომ მოვატრიალე, დავინახე, რომ ეს იყო ლუკა. მოკლედ, ლუკამ თავი მოიკატუნა, ვითომ ეძინა, რომ აერიდებინა ჩემთან გარჩევები ალბათ. გავედი ისევ იმ ოთახში, სადაც სვამდნენ. გავაღვიძე ჩემი მეგობარი თორნიკე და ეგრევე წამოვედით. მინდა მივმართო ადამიანებს, ვინც აფინანსებს ამ ლუკას და თავის მეგობრების სამომავლო პოლიტიკურ კარიერას. უკაცრავად არ გაქვთ.
პირველ რიგში არავის მივცემ უფლებას შებღალოს ჩემი ღირსება და გააკეთოს ეს იმ გზით, რითიც აკეთებს. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია და მინდა მკაფიოდ არის ის, რომ სიმართლის დადგენა, უფრო გასაჯაროვება პირველ რიგში ჩემს ინტერესშია. სიმართლის დასადგენი გზებიდან ნებისმიერზე ვარ თანახმა, სასამართლოზე, პროკურატურაზე და ასე შემდეგ. ამ თემაზე ჭორის დონეზე საუბარი პირველ რიგში მათ აზიანებს, ვინც მართლა წაწყდომია და აწყდება ამ ამორალურ საქციელს. ახლა დაიწყება მტყუან მართლის გარჩევა. იმის გარჩევაც საჯაროდ უნდა დაწერილიყო თუ არა, მაგრამ ყველას დაავიწყდება მთავარი. რას გრძნობს ახლა ის გოგო, ვინც სავარაუდოდ გააუპატიურეს. მინდა იცოდე, ჩემო ლამაზო, ჩემო პატარა, ჩემო ძვირფასო, რომ შენი ბრალი არ არის ის, რაც გადაგხდა. შენ არ გამოგიწვევია ეს ყოველივე. მე ვიცი, რამდენს რისკავს ქალი, როცა ამას ამბობს. ამდენად მისი მჯერა, სანამ საპირისპირო არ დადასტურდება. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ბრალდების ავტორიც და ადრესატიც ოპოზიციის აქტივისტია ნაციონალურ მოძრაობაში ლუკა ჭოხონელიძეს იცავენ და აცხადებენ, რომ მის უდანაშაულობას მტკიცებულება არ სჭირდება. ნაცმოძრაობაში, ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სახელმწიფო გუნდში აღნიშნავენ, რომ მოხდა თუ არა დანაშაულებრივი ფაქტი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს. იცნობ ლუკა ჭოხონელიძეს, მეგობრობ, ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ახალგაზრდაა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას არათუ აი ამ განცხადებასთან შემხებლობა არ ქონია, არამედ აი ამ ყველაფერს კი დაადასტურებს და მტკიცებულება არ ჭირდება იმას, რომ ლუკა არის ძალიან კეთილსინდისიერი, პატიოსანი და წესიერი ახალგაზრდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაფერი სიკეთე და უფლებების დაცვა, აი ეგრეთ წოდებული ვითომ NGO სექტორიდან არასოდეს არ მოდიოდა და ვერ წამოვა. ერთმანეთში ჰქონდა და ექნება დაპირისპირება, აი როგორც ამ შემთხვევაში, ზოგი ჩხუბში ადანაშაულებს, ზოგი სექსუალურ შევიწროებაში და ასე შემდგომ. ეს ყოველთვის ექნებათ, იმიტომ რომ მათი შინაგანი ბუნება არის ასეთი. თუ ერთი ადამიანი მეორეს აბრალებს კონკრეტული დანაშაულის ჩადენას, ეს არის გამოძიების დაწყების საფუძველი, გამოძიების საგანია და შესაბამისად გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ნამდვილად მოხდა თუ არა დანაშაულებრივი ფაქტი. ამასთან დაკავშირებით მეც ვერ მოგახსენებთ. ევროკავშირი უნგრეთს იმ კანონის გაუქმებას სთხოვს, რომელიც არასრულ სტომნებს LGBT პროპაგანდის განიცავს. ევროპული გაერთიანების სასამართლომ 2021 წელს მიღებული ეს კანონი ევროპულ სასამართლოსთან შეუსაბამოდ ცნო და ბუდაპეშტს მისი გაუქმება დაავალა. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება მოქმედი პრემიერ-მინისტრისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ვიქტორ ორბანი ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ბრიუსელის სატკეპნი მანქანა უკვე ამუშავდა. ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ დაიცვა უნგრელი ბავშვები აგრესიული LGBT პროპაგანდისგან. ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმას ახორციელებს. ჩვენ არ დავთმობთ ბრძოლას ევროპის სულისთვის. ევროკავშირის გადაწყვეტილება და მოთხოვნა ოფიციალური ბუდაპეშტის მიმართ, რომ გაუქმდეს არასრულ სტომნებში LGBT პროპაგანდის ამგზალავი კანონი. თბილისში მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ გლობალური ძალის თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სუვერენულ ქვეყნებში ტრადიციული ღირებულებებია. ამის კლასიკური მაგალითი უნგრეთთან ერთად სწორედ საქართველოა. სახელმწიფო გუნდის წევრების თქმით, ხელისუფლების მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ოჯახური ღირებულებების დაცვას და ეროვნული ინტერესების გაძლიერებას ემსახურება, რის გამოც ხელისუფლება ევრობიუროკრატების მხრიდან ყოველდღიური თავდასხმის სამიზნეა და დღემდე ბრიუსელი საქართველოსგან სწორედ იმ კანონის გაუქმებას ითხოვს, რომლის ერთადერთი მიზანი ოჯახური ტრადიციული ღირებულებების და ბავშვების LGBT პროპაგანდისგან დაცვა. უნდა შეასრულოს თუ არა უნგრეთმა სასამართლოს გადაწყვეტილება და უნდა დააკანონოს არასრულ სტომნებში LGBT პროპაგანდა. ამ კითხვას ხელისუფლების ოპონენტები პირდაპირ პასუხს ვერ სცემენ. დღეს თქვეს, რომ ოჯახური ღირებულებების დაცვა აუცილებელია, თუმცა მაშინ, როდესაც შესაბამის კანონს საქართველოს პარლამენტი იღებდა, მხარი არ დაუჭირეს და კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზიდან გაიბარნენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოჯახური ღირებულებები, ტრადიცია, რელიგია არის ის ნაწილი ჩვენი იდენტობის, რომელიც ყველამ უნდა დაუცვო. რატომ წინააღმდეგებოდეთ მაშინ ქართულ კანონს ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუ ასე ფიქრობთ? თუ ვინმე მიცის ოჯახი, ეს ჩვენ ვართ ნამდვილად. პირდაპირ მოწოდებები იყო ჩვენ, როდესაც ოჯახის დაცვისა და ღირებულებების შესახებ კანონი მივიღეთ, როგორი შემოტევა იყო ამ ხდისთან დაკავშირებით და ახლა გრძელდება, ხო, პირდაპირ რეზოლუციებსაც იღებენ, პირდაპირ მოწოდებებია, რომ აღნიშნული კანონპროექტი იყოს გაუქმებული. საერთო ჯამში საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ყველას სთხოვენ იგივე დამოკიდებულება აქვს, როგორც ევროკავშირის ქვეყნებთან, ასევე იმ ქვეყნებთან, ვისაც გაცხადებული აქვს ევროკავშირის გზა.
და რა ვიცი, ჩვენ ნახეთ ბოლო წლების განმავლობაში თუ რა შემოტევები, შანტაჟი, მუქარები იყო ამ ყველაფერთან დაკავშირებით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ LGBT პროპაგანდა არის გამოწვევა და ამაზე თითქოს კილიკი გვესმოდა და გვესმის ახლაც ზოგიერთი პირისგან, რომ ეს არ არის ის საჭიროება და აუცილებლობა, რომელიც კანონით უნდა იყოს დარეგულირებული, კიდევ ერთხელ დასტურდება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც ასე გვიგრძელებდნენ LGBT პროპაგანდის აკრძალვას სკოლებში და ბაღებში, მაგალითად ის, რომ ქალი კაცია და კაცი კაცია, სამწუხაროდ თურმე მავანისთვის ეს აღიარებული ჭეშმარიტება არ არის, რაც ჩვენთვის ტრადიციული და ისტორიული ქვეყნისათვის და ამ ქვეყნის შვილებისათვის კატეგორიულად მიუღებელია. ვერცხლიანთა ქორწინების კამპანია, აი ეს იდეა, რომელიც ფაქტიურად დღეს არის კავშირში პირველ პლანზე წამოწეული, არის კატასტროფა ევროპული ღირებულებებისთვის, ევროპული მომავლისთვის, ევროპული ოჯახისთვის. ვინაიდან ეს არის ის იდეა, რომელიც უკაც განადგურებას მთლიანად ევროპელ ხალხს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როდესაც ვხედავთ ასეთ საშინელ მოძალებას და დაძალებას ქვეყნების მიმართ, საზოგადოებების მიმართ, რომ ერთკესიანთა ქორწინება დაკანონდეს, მოხდეს ამ ერთკესიანთა ქორწინების შედეგად წყვილების მხრიდან შვილების აყვანა. აი ეს მავნე, საშინლად მავნე იდეა ჩვენ მაქსიმალურად შევაჩეროთ ჩვენს ქვეყანაში. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის გასამართლების პროცესი დროულად მიიყვანოს ბოლომდე, რომ აგენტურული ქსელის წარმომადგენლებს პოლიტიკაში მონაწილეობა აეკრძალოთ. პარტიის წევრებმა დღეს ბრიფინგი იმ ოჯახის წარმომადგენლებთან ერთად გამართეს, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დანაშაულებების შედეგად დაზარალდნენ. პარტიაში განმარტავენ, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის და აგენტურის ქართულ პოლიტიკაში შენარჩუნება იყო და არის Deep State-ის ინტერესი, საქართველოს ხელისუფლებამ კი ქართული ხალხის მტკიცე დაკვეთა უნდა შეასრულოს. საპარლამენტო კომისიაზე, რომელიც 1 წლის წინ დასრულდა, მთელმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ მოისმინა უმძიმესი ისტორიები, რომელიც სამწუხაროდ მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დანაშაულებისა, რაც ნაცმოძრაობას აქვს ჩადენილი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ. მომზადდა ვრცელი დასკვნა, რომელიც თავისთავად უკვე განაჩენია. ჩვენ ხედავთ, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა 13 წელია აგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას. და სახელისუფლებო ძალაუფლების გარეშეც მუდმივად აყენებს ზიანს ქვეყანას და საზოგადოებას. კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ აგენტურული ქსელის ქართულ პოლიტიკაში შენარჩუნება იყო და არის გარე ძალების, Deep State-ის, გლობალური ომის პარტიის ინტერესი. მაგრამ ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ზეწოლა. კაფიოდ ვაცხადებთ, რომ დამნაშავეების გასამართლება არის ქართველი ხალხის მტკიცე დაკვეთა და ქვეყნის მომავალი სტაბილურობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. ამიტომ მოუწოდებთ ხელისუფლებას დროულად მიიყვანოს ბოლომდე აღნიშნული პროცესი. ქვეყანაში მშვიდობა არ იქნება მანამდე, ვიდრე ეს პარტია არ იქნება აკრძალული, გულისხმობ ასევე მათ სატელიტ პარტიებს და ის დანაპირები, რასაც სამართლიანობის აღდგენა ერქვა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ჩვენ ველოდებით სწორედ აი ამ განაჩენს, რომ ისინი იქნენ აკრძალული. ეს არის ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა და ველოდებით. მე მესმის, რომ ეს თავსმოხვეული კოჰაბიტაციის შედეგებია დღეს, რასაც ვიმკით, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ დავასრულეთ კოჰაბიტაცია და უკვე ღიად ვცემთ პასუხს გარე ძალებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებდნენ იმის გულისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა გამოეწვიათ, გადაეტრიალებინათ ხელისუფლება ძალადობრივი გზით და ვიხილეთ ეს ყველაფერი მათ ის კი არა და ახალგაზრდობა ფარად აიფარეს. თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ავტოპარკი სრულად განახლდა. მუნიციპალიტეტმა დედაქალაქის ურბანულ წესრიგზე პასუხისმგებელი სამსახურის ეფექტური მუშაობისთვის Toyota Mark-ის ავტომობილები შეისყიდა. ეკონომიური და ეკოლოგიური Euro 6 სტანდარტის სატრანსპორტო საშუალებების საზოგადოებას თბილისის მერმა კახაკალაძემ წარუდგინა. ავტოპარკის განახლების მიზანი დედაქალაქის ყველა რაიონსა და უბანში, მათ შორის სატყეო და ლანდშაფტურ საკრეაციო ზონებში წესრიგის დაცვის ღონისძიებების თანაბრად და ეფექტურად შესრულება. ახლად შესყიდულ ავტომობილებთან ერთად ევროპის მოედანზე წარმოდგენილი იყო თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ახალი მიმართულებაც მოტო ინსპექცია. უსაფრთხოებად ინსპექციის ეფექტური მუშაობა ნიშნავს უკეთეს ყოველდღიურად. დღეს უკვე სრულად განახლებული ინსპექციის ავტოპარკი. მოძველებული და მაღალხარჯიანი ავტომობილები ჩანაცვლდა
ეკონომიური და ეკოლოგიური ევრო 6 სტანდარტის სატრანსპორტო საშუალებებით. აქ წარმოდგენილია ავტომანქანების ნაწილი, ასევე ტრიციკლები, რადგან ქალაქის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მობილურობა და ოპერატიული რეაგირება. ამ განახლების მიზანია, რომ თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ თანაბრად და ეფექტურად იმუშაოს დედაქალაქის ყველა რაიონსა და უბანში, მათ შორის რეკრეაციულ და სატყეო ზონებში, სწორად და სწრაფად მოახდინოს დარღვევებზე რეაგირება, მათი აღკვეთა და პრევენციული ღონისძიებები. ცხეთაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში მდინარე მტკვარზე ახალი თაღოვანი სახიდე გადასასვლელის მოწყობა დასრულდა. ახალი ხიდი ნარეკვავი მცხეთა-რკინიგზის სადგურის მიმართულებით მდებარე მონაკვეთზე აშენდა და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქალაქის კავშირს ისტორიულ ძეგლებთან. პარალელურად ნარეკვავი მცხეთა-რკინიგზის სადგურის მიმართულებით დაახლოებით 7 კილომეტრიან მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადგილზე მოინახულა. თეატრონის მიმდებარედ მდებარე არაგვის სანაპიროზე კი მრავალფუნქციური ურბანული პარკის პროექტირება მიმდინარეობს, რომელიც საბავშვო სპორტულ და რეკრეაციულ სივრცეებს გააერთიანებს. ჩვენ ვიმყოფებით მცხეთაში, სადაც დაიწყეთ ცენტრალური გზის რეაბილიტაცია. ეს არის 7 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის სრული რეაბილიტაციაც მოხდება თანამედროვე სტანდარტებით. ასევე მნიშვნელოვანი არის პროექტი, რომელსაც MGF-ი ახორციელებს. ეს არის ეგრეთ წოდებული თეატრონის ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობა და მიმდინარეობს პროექტირება. ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად დავათვალიერებთ იმ ქუჩებს და უბნებს, სადაც რეაბილიტაცია უნდა დაიწყოთ უკვე შენობების. მნიშვნელოვანი არის მცხეთის ტურისტული პოტენციალიდან გამომდინარე, რომ აქ მათ შორის ურბანულად მოვაწესრიგოთ ძველი უბნები. სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მოსახლეობის აღწერასთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. საქსტატის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 2024 წლის აღწერის თანახმად 3,929,591-ია. მთლიან მოსახლეობაში ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები უცხოეთის მოქალაქეების რაოდენობა 257,000, ანუ მოსახლეობის 6,6% შეადგენდა. საქართველოს მოსახლეობის აღწერის მიზანია ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების რაოდენობის დადგენა, შესაბამისად მასში შედიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხოეთის მოქალაქეებიც, რომლებიც ქვეყანაში მუდმივად ცხოვრობენ. 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ შეადგინა 3,929,591 ადამიანი, რაც წინა წელს გამოქვეყნებულ წინასწარ მონაცემთან შედარებით 0,4%-ით მეტია. საქართველოს მოსახლეობის 62%, ესე იგი 2,452,000 კაცი ცხოვრობს საქალაქო ტიპის დასახლებებში, ხოლო 38%, 1,487,000 კაცი ცხოვრობს სასოფლო ტიპის დასახლებებში. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვა რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით სამართალდამცველებმა 5 პირი დააკავეს. მტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის მეფედრონი, ალფა-პვპ, მეთადონი, 5 ძირი მცენარე კანაფი და 5 კილოგრამამდე გამომშრალი მარიხუანა. დაკავებულებს შორის პირი, რომლის მხილების მიზნით პოლიციამ მის სახელზე გამოგზავნილი ამანათის ჩანაცვლება, კანახორციელა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთკიცება დამოიღო. დანაშაული 20 წლამდეან უბადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შიდა ქართლის პოლიციამ დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა გორში მდებარე მობილური ტელეფონების მაღაზიაში გვიან ღამით უკანონოდ შეაღწია. მართ საწინააღმდეგოდ დაეუფლა 136,000 ლარის ღირებულების iPhone-ის ფირმის 46 მობილურ ტელეფონსა და მაღაზიაში წარმოდგენილ სხვა ელექტრომოწყობილობებს. რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დაკავებული საცხოვრებელ სახლსა და მის მიერ მითითებულ სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნაკურდალი ნივთები სრულად ამოიღო. დანაშაული 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ყალბის საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 3 პირი. ფიზიკური პირი 4 კი იურიდიული პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულები მათთან დაკავშირებული იურიდიული პირების მეშვეობით კახეთის რეგიონში ხე-ტყის მოპოვებას და მის შემდგომ რეალიზაციას ყალბის საგადასახადო დოკუმენტებით ახორციელებდნენ. შედეგად 9 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღეს. პროკურატურამ დაკავებული ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. უკანონოდ და დაუსაბუთებლად მოპოვებული ხე-ტყის მასალისათვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით ბრალდებულებმა ყალბის საგადასახადო დოკუმენტები დაამზადეს თითქოს და ხე-ტყის მასალა სხვადასხვა კომპანიებისაგან ოფიციალურად შეეძინეს. მათ ყალბის საგადასახადო დოკუმენტების შემოსავლების სამსახურში წარდგენის გზით ექსპორტზე გაიტანეს 13,000 კუბურ მეტრზე მეტი ოდენობით უკანონოდ მოპოვებული წიფლის ჯიშის ხის მასალა, შედეგად კი 9 მილიონამდე ლარის შემოსავალი მიიღეს. ფიზიკურ პირებს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბის საგადასახადო დოკუმენტის დამზადების ფაქტებზე, ხოლო იურიდიულ პირებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება წარედგინა. პირდაპირ ეთერში 16 საათზე დავბრუნდებით, ახლა კი ეთერს ბიზნეს პოსტი გააგრძელებს დროებით.